გურია იმავე თავითვე განთქმული იყო ლამაზი ქალებითა, რომელთაც ოსმალეთის წარჩინებულთა ჰარამხანებში დიდი ფასი ჰქონდათ. მეზობელ აჭარელ თურქებს გურიიდან ქალებისა და ბავშვების მოტაცება ხელობათა ჰქონდათ გადაქცეული. მოიტაცებდნენ თავიანთ მსხვერპლსა გურიაში, ამ გზით შემოყავდათ აჭარაში, აჭარიდან ბათუმში მიყავდათ, სადაც ბაზარზე სხვა საქონელთან ერთად კრავებივით გურიის სოფლების ცხოცხალი საქონელი იყიდებოდა. მყიდველები იყვნენ სტამბულისა და ტრაპიზონის ფაშების აგენტები. და ყოველივე ეს უშიშრად ხდებოდა კანონი არ ასდევნიდა ასეთი საქონელის გამყიდველ მყიდველებს. 20 წელიწადი არც კი იქნება მას შემდეგ, რაც ასეთი სამარცხვინო ვაჭრობა არსებობდა. ბავშვებს სხვა აზრითაც იტაცებდნენ გურიიდან. მომტაცებელს იმედი ჰქონდა პატრონი გამომყვება და მოტაცებულის შვილის დახსნას მოინდომებსო. ამ დახსნის დროს მომტაცებლის ჯიბეში ჩადიოდა გამოსახსნელი ფული. ამ შემთხვევაში უფრო შეძლებულ დედმამის შვილებს იტაცებდნენ. ასე ძალიან სამწუხარო ფაქტს კითხულობთ დედოს ახოგიას წიგნში მოგზაურობანი გურია, აჭარა, სამურზაყანო აფხაზეთში. დღეს ვერაფერს ვეღარ შევცვლით. ვინ იცის რამდენი ქართველი გაიყიდა ოსმალეთში და არა მარტო ოსმალეთში.